ერთი შეკითხვა, რომელიც სულ მეორდება ჩემ შეხვედრებზე, ტრენინგებზე, მეგობრებთან, ახლობლებთან ურთიერთობაში არის როგორ უნდა მივხვდე რისი სწავლა და კეთება მინდა. ეს შეკითხვა აქვს სტუდენტს, რომელიც პროფესიის არჩევას აპირებს, ან აბიტურიენტს, აქვს მოწყენილ პროფესიონალს, რომელსაც უნდა რომ თავის სამსახურებრივ ცხოვრებაში, ესე იგი, რაღაც ცვლილებები შეიტანოს, მოკლედ ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცა აქვს შესაძლებელი და ყველა ფიქრობს, რომ კარგად უნდა რომ დარწმუნებული იყოს, რომ სწორ ნაბიჯს დგამს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ იმისთვის, რომ რამე სხვაზე გადაერთოთ, ან სწავლის ან პროფესიის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვეშალოს, ხო? ამიტომ ამ ვიდეოში მე შევეცდები, რომ რამდენიმე რჩევა და ვიდეოს ბოლოს იქნება ჩამონათვალი, ასე ვთქვათ, ამ რჩევების, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, როგორ რა მეთოდით შეიძლება მიხვდეთ რისი კეთება ან რისი სწავლა გაინტერესებთ. მანამდე, სანამ ძირითად ნაწილზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო, ამ ვიდეოს არ ყავს სპონსორი, შეამჩნევდით, რომ YouTube-ზეც რეკლამა არ არის ჩართული ჩვენ ვიდეოებზე, მაგრამ ეს ვიდეოები არის დასპონსორებული იმ ადამიანების მიერ, ვინც ჩვენ ტრეინინგებში მონაწილეობენ და ვინც გვიკვეთავენ ტრეინინგებს და მადლობა გვინდა, რომ გადაგიხადოთ, გულითადი მადლობა თქვენი წყალობით, იმ ხალხის წყალობით, ვინ ჩვენ ტრეინინგებს ესწრება და ვინ ჩვენ ტრეინინგებს უკვეთავს, ჩვენ გვაქვს საშუალება იმ შემოსავლით დავაფინანსოთ უფასო და ხარისხიანი ვიდეო და სხვა მასალა YouTube-ზე და სხვა ადგილებში. ჩვენ ტრეინინგების შესახებ დეტალები ჩვენ საიტზე არის flowmaster.g არის ჩვენი საიტი, ხო? ხა დაუბრუნდეთ საქმეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თქვენი ძლიერი მხარეების ანალიზი გჭირდება. იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, საითახართ წასასვლელი, გინდათ სწავლის თვალსაზრისით, გინდათ პროფესიული თვალსაზრისით, უნდა დავსვათ შეკითხვა, რა გამოგდით კარგად და რა გიჭირთ, ხო? არაფრით არ შეიძლება, რომ ადამიანმა, რომელსაც უჭირს მაგალითად დისციპლინა, აირჩიოს ისეთ საქმიანობას, სადაც დისციპლინა არის გადამწყვეტი. ან ადამიანმა, რომელიც ხელოვნებაში დიდად არ ერკვევა, აირჩიოს, ასე ვთქვათ, მოკლედ თქვენ ძლიერ მხარეზე უნდა აეგოს თქვენი სტრატეგია, ხო? ამაზე ჩვენ ცალკე ვიდეოში უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ ძლიერი მხარეების ანალიზზე, მაგრამ დაფიქრდით, რა გამოგდით თავისთავად კარგად. შეიძლება პირველი პასუხი იყოს, რომ არ მახსენდება, არაფერი არ გამომდის, ან რასაც ეხლა ვაკეთებ ის გამომდის, მაგრამ კარგად დაფიქრდით, რა ძლიერი მხარეები გაქვთ თქვენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, სამეგობროში, ოჯახში და ასე შემდეგ, ხო? რა როლში ხარ აი ამ სხვა სოციუმებში? ანუ შენ სამეგობროში ორგანიზატორი ხარ, მაშინ შეიძლება საორგანიზაციო და ღონისძიებების მენეჯმენტი გამოგდიოდეს. შენთან მოდიან და წუწუნებენ და შენ მხარზე ტირიან, შეიძლება ფსიქოლოგია, კოუჩინგი, ეგეთი რაღაცები იყოს შენი, ხო? შემოულაწუნებ ხოლმე შენ მეგობრებს და შემოაფხიზლებ, მაშინ შეიძლება რაღაცა მენეჯერული მოვალეობები იყოს. მოკლედ იმაზეც დაფიქრდით, რომ სადაც ფულს არ გიხდიან, რა სერვისებს უზრუნველყოფთ, ასე ვთქვათ, თქვენი გარემოცვისთვის, ხო? კიდევ ერთი კითხვა და რჩევა, ამაზე ფიქრის დროს რა უნდა ვაკეთო, არის ასეთი, რომ ფული რომ არ გჭირდებოდეთ, რას გააკეთებდით და ჩვენ ამას ხშირად ვიყენებთ აბიტურიენტებთანაც და ზრდასრულებთანაც, რომ ესე იგი ბაბუაშენი რომ გამოჩნდეს, რომ ომის დროს ესე იგი დასახლებულა ბელგიაში და დღეს არის მილიარდერი და ეს მილიარდები რომ დაგიტოვოს ღმერთთმაქნას და უკვე იცი რომ ფული არათუ ეხლა არამედ საერთოდ არ დაგჭირდება არასდროს, მაშინ რას გააკეთებდი? პირველი სწრაფი პასუხია ხოლმე, რომ საერთოდ არაფერს არ გავაკეთებდი. ეგრე არ არის. შეიძლება 1-2 თვე არაფერი არ გააკეთებდი და მე რაღაც კეთებას დაიწყებდი. ან ბაღს მოაშენებდი, ან მოგზაურებდი, მოკლედ რაღაცა გამოჩნდება, რისი კეთებაც იმ შემთხვევაშიც გინდა, თუ ამაში ფულს არ გადაგიხდიან და ეგ ძალიან კარგი კანდიდატია, ასე ვთქვათ, შენი მომავალი პროფესიის ან მიმართულების გასარკვევად. კიდევ ერთი ვინც იცის თქვენ შესახებ ბევრი რამე არის თქვენი ახლობლები და არც ისე ახლო ნაცნობები. ნუ შეეცდებით, რომ ეს გადაწყვეტილება მარტო მიიღოთ, კითხეთ თქვენ
ახლო ნაცნობებს და შედარებით შორეულ ნაცნობებს. რატო ვამბობ შორეულ ნაცნობებზე? იმათ სხვანაირი ხედვა აქვთ. ახლობლებს უყვარხართ, ძალიან ჩართულები არიან და მათ პასუხებზე ეს ზემოქმედებს, ხო? კიდევ ელაპარაკეთ იმ ხალხს მიაგენით, ვინც იპოვა თავისი ადგილი, როგორ მოახერხეს, ხო? აღმოაჩენთ, რომ მოკლედ ბევრი ნაბიჯი გაუვლიათ და საკმაოდ რთული ამოცანა ყოფილა და ბოლო რჩევა არის, რომ ბევრი რამე უნდა სცადო, სანამ ჩამოყალიბდები. ეგრე არ არის, რომ მომაფიქრდა, რომ მე მგონი ფოტოგრაფობა მინდა და გადავეშვი ფოტოგრაფიაში. ფოტოგრაფობაც უნდა მოვსინჯო, კოუჩობაც უნდა მოვსინჯო, ტრენერობაც უნდა მოვსინჯო იმისთვის, რომ ვიცოდე, ასე ვთქვათ, რა მინდა, ხო? ეხლა შევაჯამოთ ამ ვიდეოს ბოლოში, ესე იგი რა რჩევებია. არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ თქვენ რო დღეს შეცვალოთ და მე ხვალ ისევ შესაძლებელი იყო ძალიან ცუდი აზრია. მეორე რჩევა, თქვენ ძლიერ მხარეებზე იფიქრეთ, ანუ რა გამოგდით ადვილად. ჩვენი ამოცანა არ არის რომ ძნელ გზას დაადგეთ. შედარებით ადვილად რაც გამოგდით, ის არის მნიშვნელოვანი. იფიქრეთ იმის შესახებ სამეგობროსთვის, სანათესაოსთვის, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და რა სერვისებს იყენებენ ისინი. შემდეგი რჩევა არის ფული რო არ გჭირდებოდეთ ბაბუამ რომ მილიარდები დაგითოვოთ ან ბებიამ, ესე იგი რას გააკეთებთ, ხო? კითხე სხვებს მარტო არ გადაწყვიტო, ასე ვთქვათ. კითხე ახლობლებს და ცოტა შორეულ ნაცნობებს. კითხე იმ ხალხს, ვინც იპოვა თავისი ადგილი და ძალიან კმაყოფილია, ხო? და მე აი ამ კვლევის შედეგად რომ დადებ რამდენიმე ალტერნატივას, ბევრი რამე უნდა მოსინჯო, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდები. მოკლედ ეს არის ჩვენი რჩევა. მადლობა ყურადღებისთვის, მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.